რატომ დიდი და პატარა დედა დათვის თანავარსკვლავედი და არა დათვის? ლათინურად ასე გამოითქმის ეს თანავარსკვლავედები: Ursa Major და Ursa Minor. თვითონ თანავარსკვლავედის ცენტრში მოჩანს პოლარული ვარსკვლავი, ჩრდილოეთის ვარსკვლავის სახელით ცნობილი. კარგი დამხმარეა ორიენტირებისთვის, დედამიწაზე მცხოვრებთათვის. ჩვეულებრივ თანავარსკვლავედების ევროპული სახელები ბერძნული და შესაბამისი რომაული მითებიდან არის აღებული. დათვებთან დაკავშირებით არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მითი. პირველის მიხედვით დიდი დედა დათვი არის ნიმფა კალისტო, ხოლო პატარა კი მისი ბიჭი არკადი. ეს უკანასკნელი კი მამრობითი სქესისაა. მეორე ვერსიის მიხედვით პატარა დათვი კალისტოს მოსამსახურე გოგონა იყო. ორივე პერსონაჟი კრეტელი ნიმფები იყვნენ, რომლებიც ზევსმა გადაარჩინა მამის კრონოსის რისხვისგან. ორივე მათგანი დედა დათვები კვებავდნენ ზევსს პატარაობისას. ძინავს თუ არა თეთრ დათვს ზამთარში? ვიტყვი, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თეთრ დათვს ზამთარში არ ძინავს. ანუ ძინავს ნორმალურად, ისევე როგორც ზაფხულში, თუმცა ზაფხულში უფრო დიდხანს, ვიდრე ზამთარში. გამონაკლისია ფეხმძიმე და ახალშობილი ბელებიანი თეთრი დათვები. ზამთრის ზირის დროს დათვების სხეულის ტემპერატურა არ იცვლება, ამიტომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოღვიძება. ანუ მათ არ ძინავთ ისე, თითქოს გამაყუჩებელი კონდეთ მიღებული. იმისათვის, რომ შიმშილით არ მოკვდეს და ჩანასახით ნორმალურად განვითარდეს. თეთრი დედა დათვი ინტენსიურად იკვებება ზაფხულში და 200 კილოგრამს იმატებს. ამ პერიოდში მას აქვს უნარი შეაჩეროს დროებით ჩანასახის განვითარება, რომელიც ცივ სეზონზე ისევ გრძელდება. გამოდის, რომ თეთრი დათვი უფრო უკეთაა შეგუებული რთულ გარემო პირობებს, ვიდრე მისი მუქი ფერის მოძმეები. თუ დედამიწა მრგვალია, რატომ არ ვარდება ადამიანი მისი ზედაპირიდან? ძალიან დიდი სხეულები მრგვალ ანუ სფეროს ფორმას იღებენ. მზე, ვარსკვლავები, მთვარე, ყველა პლანეტა და მათი დიდი თანამგზავრები მრგვალი ფორმისაა. იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი წონა აქვთ. ანუ მასიურები არიან. რაც უფრო დიდია მასა, მით მეტია მიზიდულობის ძალაც. ეს ძალა შუაგულიდან სხეულის გარეთა წერტილებზე მიზიდულობის ძალით მოქმედებს და აიძულებს მრგვალი ფორმა მიიღონ. მაგალითად, ჩემოდანი არასოდეს დამრგვალდება თავისით, რადგან ის მსუბუქია და მიზიდულობის ძალაც ძალიან მცირე აქვს. რაც შეეხება დედამიწის სიმრგვალეს და იმას, თუ რატომ არ ვარდება ადამიანი მისი ზედაპირიდან. ადამიანს ზედაპირზე მიზიდულობის ძალა აკავებს, რაც უფრო მძიმეა სხეული, მით მეტია მისი მიზიდულობის ძალაც. ხოლო თუ ორ მასიურ სხეულთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს ძალები ორმაგდება. მაგალითად, მთვარე დედამიწის მეოთხედის ზომისაა. იქ მიზიდულობის ძალა 6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დედამიწაზე. მთვარეზე ატმოსფერო რომ ყოფილიყო, ადამიანი თავისუფლად შეძლებდა ხელოვნურად გაკეთებული ფრთებით ფრენას. თუ ადამიანის წონა დედამიწაზე 60 კილოგრამია, მთვარეზე ის მხოლოდ 10 კილოგრამს აიწონის.